გამარჯობა მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხ უნდა აი ესეთი იარაღის მოყვარულ ადამიანებო. რო თქვა რომ მასიური იარაღია მეთქი და ყველა მეორე ქართველს აქვს? არა. იმიტომ რომ ძვირი ღირს 7000 ლარი ღიდაო მე პატრონებმა თქვა. იარაღს აქვია MX AZ მოდელი P415. მოკლედ უყურეთ. აი ეს მოთხრობა აწერია აი აქ. და რატოც არ უნდა გაგიკვირდეს აწერია რომ დამზადებულიაო არიზონაში. ანუ დამამზადებლები ისეთ პრეტენზიას აცხადებენ რომ ამერიკა კი არ დააწერეს არიზონა. ამერიკული იარაღია, ფერი აქვს უცნაური. უცნაური როგორ ეხლა ალბათ მოდაშია. იმიტომ რომ ამერიკას ბოლომები რაც აქონდა სულ ახლო აღმოსავლეთში ქონდა უდაბნო და ასე შემდეგ და ესეთი ფერის იარაღები შემოვიდა. ჯერ მოდი თქვათ რა დაუყენა მე პატრონი. მე პატრონი დაუყენა კალიმატორი, უცნაური კალიმატორი ზემოდან. მზის ელემენტები უყენია რომ ამას აკუმულატორი და რაღაცა არ უნდა ელემენტების შეცვლა. ეს ზემოდან უკან უყენია ოპტიკა. ტარი აქვს შეცვლილი კონდახი, ორიგინალური კონდახი რა მოყვება არ ვიცი, მაგრამ ნუ თავისი ეს ყველა ვარიანტში შეცვლილია. აი ეს არის შეცვლილი ტარი. აი ეს მანქანაზე ჩამოსადებია რაღაცაზე რომ ჩამოვიდა, ესეც არ მოყვება, ეს დაყენებული აქვს. აი ეს რეზინები და აი ესეც დაყენებული აქვს. ეხლა მოდი ვთქვათ იარაღზე. მოკლე ლულა აქვს. აი ეს წინ ავტომატური ეს ნახევრად ავტომატური იარაღია. ესეთი რაღაც ავტომატური იარაღებზე ამართლებს. ეს უკვე ჩემთვის ბუტაფორია, იმიტომ რომ საერთოდ დაუწყეს ისმის. აი აქ პატარა პიკატინის თამასა, აი წინ. ეხლა პლასმასია გაკეთებული და ზემოდან აქვს პიკატინის თამასა. დანარჩენი აი აქ. პლასმასები რო უყენია, არის აი ესეთი. ამაზე შეიძლება მე პიკატინის თამასები იყიდება, ამაზე მიამალოთ. თუ ეხლა რავი კიდე რა უნდა დაუყევთ. თუ ესეთი რაღაცები გიყენებთ, თქვენ უნდა ფარანი დაუყენოთ ან ლაზერი. ან თქვენ რა ვიცი რა, მე მოწინააღმდეგე ვარ საერთოდ იარაღზე რაღაცების დაშენების რა. თუ საველე მდგომარეობაში ხართ. მომწონს ჯერ არის შესახედაოთ ლამაზი, შეხედეთ აი ესეთი. ალბათ ვისაც იარაღებს ყველას მოგეწონებათ. მე კარგი ის არის რომ მართვის ორგანოები აქვს ორივე მხრიდან, ანუ ცელზე აყვანდა, ცეცხლზე გადაყვანა, ჭიდის ამოღება აქედანაც შეიძლება. აი აქ ორიგინალური ბერკეტი უყენია, ანუ იქით არ ვაწვევით, აი ამას დააკვირდით რა, იქ იცა? ამას დავაწვევი, აი ხელით ამომყავს ზემოთ და აი ამას თუ დავაწვევი, მაინც ზემოთ ამოყავს. ანუ ეგ კაი რაღაცაა რა. ეს ბერკეტი ალბათ ყველა მიცით, იარაღი რომ სრულად რჩება გადატენილ მდგომარეობაში, მჭიდს უკეთებთ, ამას დააწვევით და ისევ წაიღებს ლულის არხში. რა მომწონს იარაღში? უკან აი ესეთი რაღაცა აქვს. იარაღის გადასატენი და ამ შემთხვევაში ორივე მხრიდან, ანუ აი ესე არ გაიძულებს რომ ხელი მოკიდო და გადატენო. ანუ შეგიძლია რომ ცალი მხრიდანაც გადატენო, აქედანაც და აქედანაც. ანუ ზოგია რომ მარტო ერთი კბილი აქვს და არის ძალიან მოუხერხებელი. ანუ იარაღი რო გიჭირავს, გაძალებს რომ ანამ ხელით გადატენო. ან ორივე თითი ჩახო, ან ხელი ასე მოკიდო და არა რა რატო? იყოს ესეთი არაჯობია, უფრო მოსახერხებელია რა. კიდე რა. ნუ ეს ფერმა არის, ეს იხსნება, აქედან შეგიძლიათ გახსნათ თლიან წააძროს, გაწმენდის თუ ტალახიან რაღაცა ჩავიდა შიგნით. აი მას მიახციეთ ყურადღება. შეხედეთ თვითონ სასტატიკავი რანაირია. თითქმის ვერტიკალური ჩხირი, არანაირი გამოწეული არ აქვს ზედ. არც ნაკეჭნები აქვს არაფერი, აი საერთოდ არ აგავს სასხლეთს. მაგრამ ამას ახლა მე გადავტენი. აი ამ თითით გავაკეთე მაგას რა. თითს რომ მიადებთ, საერთოდ არ აქვს არანაირი ძვრა. და ძალიან გრძნობი არის სასხლეთი აქვს. ეგ იმაზე მეტყველებს რომ კარგიც არის, ცუდიც არის. ცუდი, კარგი, იმიტომ დამუღავი მომდა ყველა სასხლეთს. ანუ ჩემთვის ცუდია, როცა დიდი ხანი ეხაჩები რაღაცას, იქ გამოწვე, მერე გაჩერდება, მერე ეს გაჩერებულსაც ეწევი და რაღაცა
არაპროგნოზირებად ისურს. ესეთი სასხლეტი როცა გაქვს, ხო, ეს სპორტული სასხლეტია. თითი ზედ გიდეთ ოდნავ გამოწევ თუ არ ეგრევე ისურს. ანუ აღარ ელოდებით რა იქ რა მოხდება და რაღაცა. სწრაფად ამოიღეთ მიზანში დაუმიზეთ და გაისროლთ. არის მაგარი. ნუ კონდახზე არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მე პატრულის ნაყიდია. კონდახი უკვე შეგიძლიათ ინდივიდუალურად აარჩიოთ თქვენ თვითონ. აი შეხედეთ წინიდან აი ესეთი რაღაცა. ბატონი ვანო ეხლა ნელა გაჩვენებთ მაგაბავს. კარგი. კიდე უცნაურობა როგორ რა, კარგი იქნება რომ აი ეს გითხრათ, ყველა იარაღ, ბევრი იარაღს ეს არ აქვს. აი ამ ეს მოძრაობს, აი ეს თელიმაზე გადის, ჭხირი და უკან გაზის უკუცემას რაც იარაღსა ტენის მაგის ინტენსივობას ან ზდის, ან ამცირებს, ანუ სხვადასხვა ტყვიაზე, სხვადასხვა შეგიძლია, ზოგი სიჩქარეებს იძახის ამ ტყვიან ფრთებსაც უყენია. ეგრე არ არის. ამას უწერი რომ მულტიკალიბრიაო, ანუ ნატო სტანდარტის ტყვიაც შეუძლია ისოლოსო და ისოლოსო, ანუ 223 შეუძლია ნატო სტანდარტ შეუძლია. ეს არის ხა სანადირო ტყვია, მე რაც ამაქვს. ეხლა თუ ტყვის ზუსტად სოლელი არ ახარ და არ იქა და რაღაცა, აი ეს არ დაგჭირდებათ რა. ესეთი რაღაცეები ჭირდება მართლა ზუსტი გასვლა როცა გჭირდებათ, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ამას რულა იქნება დაახლოებით. რულა 30 სანტიმეტრი რა, აკაისუზე ცოტა გრძელი და ნუ ითოლება მოკლელულიანად რა. თვითონ ამას თუ იყიდი სტანდარტში ჯდება. ანუ მიიტანთ გასაფორმებლად იარაღს შეგიმოწმებენ დაკეცილ მდგომარეობაში თუ აქვს რამე და უნდა გაიფორმოთ და აი აქედან აქამდე გაგიზომავენ. სტანდარტში ჯდება, ეს შეგიძლიათ ტარების უფლებით იყიდოთ. დანარჩენია რა გითხრათ, იქ გაგახაროთ, თუ ვანუ შეძლებს რომ აი ამაში გაგახიდოთ. შეგიძლია გვერდზე გადახარო კამერა ჩანს? აიცა მე მივოდებ კამერას, დაიცა? აიცა კაცო. აჰა. ჩანს? ჯოუში. ჩანს. ანუ შეგინან აი ეგეთი რაღაცაა. ამას კიდე ერთხელ ვიტყვი, შეგიძლიათ უბრალოდ ასაწევისინ დაუყენოთ სამიზნეები. მექანიკური აწევთ, გაისვრით, დაკეცავთ. თუ ესეთი რაღაც შუშები გიყენიათ იარაღზე, ფრთხილად უნდა იყოთ, რაღაცა სპეციალურ შალითაში უნდა ატაროთ, იქ მხარზემა გადაკიდებული ხევში ჩავარდი, ეს დაეცა, რაღაცას გამოვედი და ხრიალი ჩავედი დაბლა. სავარაუდოდ ესენი დაზიანდება. ნუ არის ახლა სამხედროები რომელსაც ამას უძლებს, მაგრამ ეს რაღაცა სამხედროს არ აკავს. ასე რომ ეს ინდივიდუალურად თქვენზეა მორგებული. მოყვება ერთი მჭიდი, მე პატრონი მაგპოლის ვიყიდეო. აი ესეც გაკეთებულია რეზინა არ მოყვება. ნუ ესენი იყიდება ყველაფერი აქსესუარები რა. სამი ტყვია ჩავდოთ ამაში, ვისოლოთ. ზოგი მწეს რომ შენი 300-მა ხო მოკლავ და ბევრი ისოლო რა, სამი შემდეგ რაც უფრო ბევრს ისვეთ, უფრო მერე ცუდად ისვეთ. თვალი იღლება. 30 ვაზნიანი ჭიდია, შეგიძლიათ რავი 5-იანი სიშოვოთ 10-იანი. სიგრძეს მნიშვნელობა რა, მთავარია აი ეს იყოს იარაღზე ერგებოდეს. აქედან 30-15 მეტრია სამიზნემდე. და მოდი ნახან მე პატრონებმა თქვა გასწორებულია, შევეცადოთ რომ ბაირამ დუდუქში გავვარტყათ. სოლიზოს ყურები დაიცავით ხოლმე და ცოტა სოლიზოს ეთი ორი გასვლა არაფერია, მაგრამ თუ ხშირად ისვით თავიდან არაფერს არიზას, არამედ წლებში რომ შეხვართ ყურის იმას რა ქვია, აზიანებს. ასე რომ გაიგეთით ხოლმე. აფთიაქებში იყიდება, ძვირი არ არის. როცადოთ ნახოთ გავვარტყათ. ძალიან უზნობიარე სასრიტი აქვს. სწრაფად ვისვრი ხოლმე, მაგრამ აი ამას ახლო ქონდა ძალიან მოტანილი. კარგიც არის, ცუდიც არის. კაია რომ ხედავ რასაც ესვრი, მაგრამ რაც უფრო ახლო მოგაქვს თვითონ ბადე, რასაც უმიზნებთ, ის ძალიან კანკალებს. ოდნავ ხელის გაწევაზე აი ესე მოძრაობს. ასე რომ არ არის ადვილი.
ჭიდი გამოიღეთ. იარაღში ჩაიხედეთ ფიზიკურად. აი ესე. დარწმუნდით რომ შიგ არაფერი არ არის, ტყვი არ ჩარჩა და აი ესეთი ზეთი იარაღში არასოდეს არ დატოვოთ. დედას უტირებს იარაღს. ზოგს აგონია რახან არ ვიცი ზეთ ჩავასხავ და დავტოვებ. ჯერ ეხლა ნახეთ სამი ტყვია ვისროლ და რანაირი რაღაცა აი პატარაზე ჩავყავი თითი. გაწმენდის შემდეგაც არ შეიძლება შიგ ზეთის ჩატოვება, იმიტომ რომ მერე მტვერი ჩავაშიგ და გახდება ტალახებით. წავიდეთ აბა ვნახოთ იქ როგორ გავარტყი. თვითონ შეგრძნება ქონდა სასიამოვნო, კარგი. აი გემრიელად ისვრის. ის ბადე კი დადიოდა ესე რა და არ ვიცი. მოხდა არ მოხდა, კალიმატური ცოლა მაინც და მაინც არ მიყვარს ხოლმე. მაგრამ ეგეც კიდევ ვიტყვი რომ მუღამის ამბავია რა. აჰა. მე ვიდეთ და ვნახოთ. იარაღი ჭეშმარიტად გასწორებულია. აი როცა იარაღი აი ესეთ მოხვედრას აკეთებს. აი ესეც. რამის ტყვია-ტყვიაშია მოხვედრილი. ერთი მოხდა აქ. ანუ ეს სუფთა ჩემი ბრალია რა, იმიტომ კიდე ერთხელ ვიტყვი რომ ის ბადე მოძრაობდა. თან პირველად რო ვისროლე, მაინც ისეთი რაღაცაა რა. ეხლა რომ დავჭირდა კიდევ ვესოლო, ყველა მოხვდება, მაგრამ კიდე ერთხელ ვიტყვი შეხედეთ, ვისაც იარაღი გესმით, გისროლიათ, აი ესეთი მოხვედრა. ნიშნავს, რომ იარაღი ისვის აბსოლუტურად იმას რა ქვია, ჯგუფია ძალიან მაგარი. სროლეზეა დამოკიდება, ხა წარმოიდგინეთ, რომ დაწვეთ. და დაწოლილ მანძილს ან იარაღი რამეზე ჩამოდოთ. ეხლა მე ვიდეხი ჩაჩოქილი და ხელში მიჭირა და ეს რაღაც მოძრაობდა. აი ესო გადავხსნა. ისე ვესროლო. აი ეგეთი რაღაცა უკვე აღარ არის. ანუ აბა ეხლა გაახედი ამაში. ეგ შორიდანაც კარგად უნდა ჩანდეს. ანუ ყოველგვარი გადიდებების გარეშე რა. აი ესე უკვე და აი რაღაცა. იარაღი მართლა მომეწონა. ეხლა ვიღაცამ თქვა 7000 ლარიან და არ მოგეწონოსო. არის რომ ძვირიანი იარაღები და შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ ეს მართლა კაი იარაღია. პირადად მე რო ვიყო აი ამებს. არ ვიყიდიდი. ნუ მე არ ამჭირდება, შეიძლება ვიღაცას ჭირდება. აი მე პატრონს ჭირდება. ზოგი ნუ თან ისიც არის, რა ქვია. პრესტიჟულიც არის რაღაცას რო ამოიღებ და ამოდენაში შემიგიღენიან და რაღაცა რა ვიცი, ზოგს მოწონს. პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ აპირებთ რომ იარაღი შალთაში კერა ზედა გქონდეთ და სადმე იმოძრავთ, ჯობია რომ ესენი არ დაუყენოთ, თუ სნაიპერი ან რაღაცა არ ახართ. თორე სახში ეხლა თუ გიდევთ მშვენიერი რაღაცა ამოიღებ ჩალთიდან, გაისვით მელისებ დაკეცავ და იყო. უბრალოდ ძვირიღის და ფულის ანუ ვისაც არ აგაქვთ ეგეთი საშუალება და მარტო იარაღი აი მანზე გული არ დაიწყოთ თუ ვერ იყიდეთ, იმიტომ რომ რა ვიცი რა, დიდი არაფერი ისეთი ჩემთვის არ არის. იარაღია ლამაზი, ასე თქვა თოჯინასავით შეხედეთ, შეჯგუფულობა ნახეთ, აქ სუპერ შეჯგუფულობა, იარაღი არის ძალიან სტაბილური. ერთი ტყვი იქით წამოვიდა, იმიტომ რომ აი ესე მოძრაობდა. ნუ არა უშავს, ეგ არის იარაღის განხილვა, ჩემი განხილვა ვაფშე არ საერთოდ არანაირად არ არის. ხო, სუდამოვსკა კალიბრი 5.56 მეტრი. რატო? ამითი გამოგემშვიდეთ მეგობრებო, კარგად ბრძანდებოდეთ. შემდეგ შეხვედრამდე რა უნდა მიგითხრათ? თუ ვინმეს იარაღი გაქვთ, ჩვენთან არანაირი იარაღის მაღაზია არ ათანამშრომლობს. ისედაც ეყიდება და ალბათ სულ არ არაინტერესებთ, მაგრამ მე მინდა და ჩვენ გუნდს გუნდა რომ იარაღის კულტურა ამაღლდეს რავი და სხვებზე ნაკლები ვითავართ. ამიტომ თუ ვინმეს იარაღი გაქვთ, მოგვაწოდეთ, ამოვიდეთ ტყეში ვისროლოთ, რავი ერთმანეთის გავიცნოთ და რაღაცა. კარგად ბრძანდებოდით, შემდეგ ვიდეომდე.